მოგესალმებით, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო ვიდეობით. ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების პლეი-ოფების მეოთხედფინალური მატჩები პირველი თამაშები უკვე ჩატარდა. მეორე თამაშების წინ კი მოდი განვიხილოთ ეს თამაშები, მათი MVP-ები და გუნდების შედეგები. 4 წვლიდან ეს 4 წვლილი არის PSG, ასტონ ვილა, არსენალი, რეალ მადრიდი, ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, მიუნხენის ბაიერნი, ინტერი. პირველი წვლილი PSG, ასტონ ვილა გამოიყურება ასე. პირველი გოლი მართალია პარიზელებმა თავიანთ კარში გაუშვეს, თუმცა შემდეგ მარტინესის კარი სამჯერ აიღეს. 3-1 ასეთი შედეგით დამთავრდა თამაში. აქედან ერთი გოლი ქართველს აგარიშია და სწორედ ქართველის შემტევი ხუჩა კვარცხელია გახდა მატჩის MVP. შემდეგ წელს რაც შეეხება არსენალი, რეალ მადრიდი. მეთოფემა უბრალოდ საკუთარ სტადიონებში გაანადგურა სამეფო კლუბი. 3-0 შედეგი დაფიქსირდა, მატჩის MVP გახდა დეკლან რაისი. ორი საჯარიმო დარტყმით, მან დუბლი შეუუსრულა სამეფო კლუბს. შემდეგი წვლილი არის ბარსელონა დორტმუნდის ბორუსია. აქ უბრალოდ უშანსოდ დატოვა ბარსელონამ გერმანული გრანდი. პრესის გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა დორტმუნდა, ისე მიიღო 4 ბურთი თავის კარში. მატჩის MVP კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გახდა რობერტ ლევანდოვსკი. ბოლო წლის რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნი, ინტერი. ძალიან მინიმალური სხვაობით 2-1 მილანური კლუბი სახში უმასპინძლებს მიუნხენის ბაიერნს. 2-1 მატჩის MVP კი შვეიცარიელი მეკარე ზომერი გახდა. 2-1 ეს იყო ინტერის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ შედეგებთან დაკავშირებით, რომელი გუნდი იმსახურებდა ასეთ გამარჯვებას, რომელი არა დამარცხებას და ვის იხელავდით შენ ნახევარფინალში, შემდეგ უკვე ფინალში. ყველასაცრი გასათვალისწინებელია ეს ფეხბურთია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება რეალმა დორტმუნდა ისე შემოატრიალოს მატჩები, რომ საერთოდ შანსი აღარ დაუტოვოს მოწინააღმდეგეს ან ასტონ ვილამ ან მიუნხენის ბაიერნმა. ნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ ყველას ძალიან გვაინტერესებს ვის ვიხილავთ ნახევარფინალში და შემდეგ უკვე ფინალში და საბოლოოდ ვინ იქნება ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი 2024-2025 წლების სეზონში. ძალიან საინტერესოა ყველასაცრი, გელით კომენტარებში გამოიწერეთ არხით და ლაიქით ვიდეო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.